100 კილომეტრიანი მარშის მონაწილეების მსვლელობა ამ წუთებშიც მოემართება დედაქალაქის მიმართულებით. ეს ადამიანები ახლა, რომლებიც ესეთი შეძახილებით მიემართებიან და მართავენ მსვლელობას, უკვე გაიარეს დმანისი, გაიარეს ბოლნისი. დღეს მთელი დღის განმავლობაში ისინი მარნეულში იმყოფებოდნენ და ახლა ამ წუთებშიც მოემართებიან დედაქალაქისკენ იმისთვის, რომ 31 მარტს ქვეყნის მთავარ ცენტრალურ გამზირზე დაგეგმილ დიდ სახალხო პროტესტს შეუერთდნენ და მათთან ერთად კიდევ ერთხელ დააფიქსიროს მათი პოზიცია. ჩვენ ახლა გვესმის პირდაპირ ეთერში შეძახილები, რომ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. შეიძლება ითქვას, რომ ამ შეძახილების და ამ სათქმელის გარშემო ერთიანდებიან ადამიანები და მათ შორის ქვემო ქართლის მოსახლეობაც, რომელთა მსვლელობა გუშინ დაიწყო დმანისიდან. უკვე ამ დროის მონაცემებით მათ 65 კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი, თუმცა მიზანი არის 10 კილომეტრის სულად დაფარვა იმისთვის, რომ ხვალ 31 მარტს მთავარ ცენტრალურ გამზირზე შეუერთდნენ აქციის სხვა მონაწილეებსაც. მათი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის ისევ და ისევ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ასევე ხვალინდელი აქცია 31 მარტის აქციაც არის სიმბოლური. ეს არის 1991 მარტის მსგავსად რეფერენდუმის დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე და შესაბამისად ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ ახლა ეს მთავარი მონაპოვარი დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ და შესაბამისად აუცილებელია, რომ ყველგან ისმოდეს ამ ადამიანების პროტესტის ხმა, რომ მათი მოთხოვნა არის ევროპულ და დემოკრატიულ დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მათ, რომ ეს 100 კილომეტრიანი პროტესტი წარმოეწყოთ და არა მხოლოდ დედაქალაქის ცენტრში, არამედ სხვა ქალაქებშიც ყოფილიყო მათი პროტესტის ხმა და ესმოდეს მოქალაქეებს. ესეც ცდილობდნენ ბოლნისში, მარნეულში და ასევე დმანისში, რომ მათი ხმა გაეგონა ადამიანებს იმისთვის, რომ ეს პროტესტი გრძელდება და არ აპირებენ გაჩერებას, სანამ ამ დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს არ მოიპოვებს ქვეყანა. 100 კილომეტრიანი მარში ამტკიცებს კიდევ ერთხელ იმას, რომ არავინ არ დაღლილდა, ყველაფერი გრძელდება და ბოლომდე იქნება ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, რათა მიღწეული იქნას ჩვენი მთავარი მიზანი, ეროვნული მიზანი. აქ ვართ ძალიან მრავალფეროვანი ჯგუფები, ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტები და იტებობენ შემოგვიერთდება ძალიან ბევრი ხალხი, როდესაც ხვალ საღამოს თბილისში შევალთ ერთად და მივალთ რუსთაველზე, რათა ერთობლივად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სიმბოლოდ ჩვენ სამი დღე ვივართ სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ და ვხედავთ, რაც კი გარშემო ხდება ყოველდღიურად, იზრდება ადამიანთა რაოდენობა, რომელიც ხდება გზაზე და ვხედავთ მათ მხარდაჭერას პროცესის მიმართ. მარნეულიდან თბილისამდე არ გავჩერდებით, ყველა სოფელში ვიყვირებთ, ყველას გავაგებინებთ ამ ბრძოლის შესახებ, რომ შემოგვიერთდნენ, რომ ქვეყანაში არის კორუფცია, რომ პატიმრები არსებობენ, რომლებისთვისაც ვიბრძვით და უნდა იყვნენ თავისუფლები. ვაპირებთ მარნეულიდან ხვალ დავიძრათ თბილისისკენ და 31-ში მასშტაბურ აქციას შევუერთდეთ. დმანისის და ბოლნისის მომარშებს შემოეგება მარნეული, უკვე გადალახულია 65 კილომეტრი. დღეს მარნეულის გასასვლელში დავბანაკდებით და ხვალ უკვე გავაგრძელებთ გზას თბილისისკენ და შეუერთდებით მთავარ სახალხო პროტესტს რუსთაველზე. 7 მუნიციპალიტეტი ვართ ჩართული ამ მარშში. გვაქვს ჩვენ სხვადასხვა შეხედულებები, მაგრამ იმის ბოროტების წინააღმდეგ ვერთიანდებით დემოკრატიული და ჰუმანური სახელმწიფო რო გვინდა ამ მოთხოვნებში ვერთიანდებით. ამ ერთობის ძალით შევდივართ და ვაძლიერებთ თბილისის პროტესტს. როგორც გითხარით, ამ ადამიანების მსვლელობა უკვე მიემართება დედაქალაქის მიმართულებით. ისინი ცოტა ხანში სავარაუდოდ გაჩერდებიან, ხამეს უკვე კარვებში გაათანებენ და დილიდან კვლავ გააგრძელებენ მსვლელობას იმისთვის, რომ 31 დეკემბერს ხვალ დაგეგმილ დიდ მასშტაბურ სახალხო პროტესტს შემოუერთდნენ და კიდევ ერთხელ თქვენ მათი სათქმელი და დააფიქსირონ იქაც მათი სათქმელი და მოითხოვონ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.